სტუდენტებთან და ლექტორებთან მოკლე მისალმების შემდეგ შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. ამის ინიციატორი თავად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ძირითადი კითხვები აგრარულ უნივერსიტეტში ნოემბრის ცნობილ მოვლენებზე, არჩევნებსა და ოპოზიციის ქმედებებზე დაისვა. ნინო ბურჯანაძემ პასუხი ყველა შეკითხვას გასცა. ის მოწოდებები, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი 6 იანვარია მთავარი, 7 იანვარი, 8 იანვარი, მე ბუნებრივია, როგორც დღეს ამ ქვეყნის ხელმძღვანელს და თუნდაც ჩვეულებრივ გულშემატკივარს და მოქალაქეს ძალიან მაშფოთებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ამ ქვეყნის არევა, ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია თითოეული თქვენგანის არაკეთილმოსურნის ამოცანა არის. თქვენ ძალიან კარგად ხედავდით ბოლო პერიოდში როგორ გააქტიურდნენ იგივე აფხაზეთთან მიმართებაში, როგორ გააქტიურდა მოწოდებები, თქვა საქართველოსთან დაკავშირებით, როგორ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საქართველო და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი ძალიან სერიოზული მიზეზები აქვს. კონფლიქტური რეგიონებიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საუბარი კოსოვოს პრეცედენტზე განაგრძო. ოპოზიცია ბურჯანაძემ აქ კიდევ ერთხელ ახსენა და აქცენტი მოსალოდნელ საგარეო საფრთხეებზე გააკეთა. მთელი ამბავი ატყდა ამ საპარლამენტო არჩევნების გამო. დალოცვილებმა 1 წლის წინ იცოდნენ, რომ ეს არჩევნები 2008 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო. ხო რაღა ეხლა რა დროს ამაზე ამბისატეხვა იყო. თან 10 დეკემბერს ჩვენ ველოდებოდით იმას, რომ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული კოსოვოს ცნობასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენ ჩაგვაყენებდა ძალიან რთულ ვითარებაში. მე არა ვარ დარწმუნებული და ალბათ ვერც ერთი თქვენგანი ამას დარწმუნებით ვერ იტყვის, რომ რუსეთის ხელისუფლება 10 დეკემბერს თუ კოსოვოს აღიარება მოხდებოდა, არ გამოიყენებდა ამას საქართველოს საწინააღმდეგოდ.